თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გრძელდება. დღეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, სემინარიისა და რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომები წარმოადგინეს. სპეთის ზედა მაცხოვრის ეკლესია, სწავლება მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით. საქმისა და რწმენის ურთიერთმიმართება წმინდა იაკობისა და წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეების მიხედვით. წმინდა წინასწარმეტყველები ელია და ენუქი და მათი მოღვაწეობა ჟამთა აღსასრულის წინ. ეგვიპტეში აღსრულებული 10 სასჯელის საეკლესიო ეგზეგეტიკა. ამ თემებზე წარმოადგინეს ნაშრომები სტუდენტებმა. რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებმა კი ნამუშევრები წარმოადგინეს თემაზე ხარება. წარმოდგენილი ნაშრომები კომისიამ დადებითად შეაფასა. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა 7 სტუდენტს: მანანა ცენტერაძეს, გიორგი თორთლაძეს, ბაკურ თირქიას, გაბრიელ ნავროზაშვილს, გიორგი ლორთქიფანიძეს, საბა წოწორიას და ზურა ბერაძეს. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობს სამსაფეხუროვანი თეოლოგიური მიმართულებით სწავლება. დღეს მიმდინარეობს პირველი საფეხურის ბაკალავრიატის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომთა დაცვა და მოგახსენოთ, რომ მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად. დღეს და ხვალ 7 დიპლომანტი წარსდგება და წარსდგა ნაწილი წარსდგება შესაბამისი კომისიის წინაშე და ისინი წარმატებით იცავენ იმ თემებს, რომელზეც ისინი მუშაობდნენ სრულიად წლის განმავლობაში. ესეც უნდა ითქვას აუცილებლად, რომ კომისიის მიერ მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენი დიპლომანტები ვიმედოვნებთ, რომ მათი მომავალი იქნება სარგებლობის მომტანი, როგორც ჩვენი ეკლესიისა, ისე სრულიად ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მათი გარკვეული ნაწილი აბარებს სასულიერო აკადემიაში, ანუ თეოლოგიური სწავლების მეორე საფეხურზე მაგისტრატურაში, რაც ასევე ერთიორად სასიხარულოა ჩვენთვის. მე მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს და აქ მოღვაწე ადამიანს მათი გაწეული უაღრესად დიდი შრომისთვის, ვინაიდან იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს გახლავს სწორედ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სტუდენტის ბეჯითობის შედეგი და მეორე მხრივ, რაც ყველაზე უპირატესია, ჩვენი პედაგოგების, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოღვაწე უაღრესად კვალიფიციური პედაგოგების შრომისა და მოღვაწეობის შედეგი. დღეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩატარდა სადიპლომო ნაშრომის დაცვა. ეს იყო საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც შეასრულა ჩვენმა ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა სტუდენტმა მანანა ცენტერაძემ. სადიპლომო ნამუშევარი იყო ძალიან საინტერესო და ის შეფასდა უმაღლესი შეფასებით. მან იმუშავა თემაზე სპეთის ზედა მაცხოვრის ეკლესია. ეს არის ძეგლი, რომელიც არ არის შესწავლილი და პირველი იყო ჩვენი კურსდამთავრებული, რომელმაც იმუშავა აი ამ ძეგლზე და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ. მან მიიღო უმაღლესი შეფასება კომისიის ყველა წევრისგან და წარმატებებს უსურვებთ მას. წარმატებული იყო დღევანდელი სადიპლომო ნამუშევრები. წარმოდგენილი იყო დღეს 2 სტუდენტი და მე მინდა გითხრათ, რომ ეს 4 წლის განმავლობაში თავ დაუზოგავად. მე არ მახსოვს გაეცდინათ ამ და შედეგიც არ ამ სტუდენტებს და შედეგიც მე მგონი კარგია, იმიტომ რომ აქ წარმოჩენილია მთელი ეს პროცესი თუ როგორ სრულდება ჯერ თვითონ ნიმუში და მე ამ ნიმუშზე ყველა ის სამუშაოები, რომელიც შეიძლება შეხვდეს მომავალ სპეციალისტს, როგორც რესტავრატორს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. წინა გამოშვების ვინც დაასრულა წარმატებით და დიპლომები უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ამ მიმართულებით და ეს 2 სტუდენტი, რომელმაც ასევე წარმატებით გაიარა და დაასრულა და წარმოადგინა ამ მთელი 4 წლის ნაშრომის შედეგი, ასევე ჩაერთობიან ფერხულში, რასაც ქვიან შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის გადარჩენის საქმე, რომელიც ასე ღირებული და მნიშვნელოვანია. დღევანდელი საბაკალავრო ნაშრომი თემა აღებული იყო ატენის სიონიდან, ეს იყო ხარების სცენა, კომპოზიცია. იქიდან გამომდინარე, რომ 2 სტუდენტი იყო წელს მე-4 კურსზე დაუმთავრებელ კურსზე, ავირჩიეთ ისეთი კომპოზიცია, სადაც 2 ფიგურა იქნებოდა და რასაც მოასწრებდნენ და დროს ჩაეტეოდნენ. მათ სრულყოფილად იმუშავეს როგორც სამხატვრო ნაწილი და როგორც ეს მონუმენტური ხაწერის ნიმუში წარმოადგინეს, ესევე წარმატებულად შეასრულეს, მათ ხელოვნურად მოხდა მე ამ
მხატვრობის რამდენიმე ადგილას დაზიანება და როგორც ეს მომავალი რესტავრატორები მოხდა ამ კომპოზიციაზე ნაკლული ადგილების შელესვა, ქიმების შელესვა, ბზარის შელესვა და ეს არის ის წინაპირობა, რაც ესენი მომავალ საქმიანობაში, მომავალ ამათ პროფესია არის კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რესტავრაციის სპეციალისტები უნდა იყვნენ და რასაც ჩვენ რაც გვიწევს ხოლმე ადგილზე შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაზე სარესტავრაციო, საკონსერვაციო სამუშაოების შესრულება, რაღაც გარკვეული ნაწილი და გარკვეული პირობები ეს გააკეთეს ამ ნიმუშზე. ჩვენი საბაკალავრო ნაშრომის თემა იყო ხარების მონუმენტური მხატვრობა. მონუმენტური მხატვრობის შესრულება დავიწყეთ მეოთხე კურსის მეორე სემესტრიდან, მუშაობდით მთელი წლის მანძილზე. ვთვლით, რომ კურსის მიზანი მიღწეულია, კურსის მიზანი იყო 4 წლის მანძილზე მიღებული ცოდნის ნაშრომში წარმოჩენა და შემდგომ უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თუ მოგვეცემა საშუალება რომ ჩავერთოთ სარესტავრაციო სამუშაოებში, გამოვავლინოთ ის მიღებული ცოდნა, რაც 4 წლის მანძილზე დაგროვდა. მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილიამ მეორეს, რადგან მისი თაოსნობით ხდება ქართული ხატწერის აღორძინება. შემდეგ თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორს, ჩვენი ფაკულტეტის დეკანს, დეკანოზ იოსებ ვანიძეს, ბატონ მერაბ ბუჩუკურს